თავისუფლება პოლიტიკატიმებს! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! ცეცხლი ოლიგარქიას! ცეცხლი ოლიგარქიას! ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში მზია ამაღლობელის მორიგი პროცესი გაიმართა მოსამართლემ ნიკოლოზ მარგველაშვილმა, რომელმაც წინა სხდომაზე მზია ამაღლობელს შემინული სივრციდან გამოსვლის და ადვოკატების გვერდით დაჯდომის უფლება მისცა. დღევანდელ სხდომაზე მზია ამაღლობელს სპეციალური შუშით შემოსაზღვრული ადგილიდან გასვლის საშუალება აღარ მისცა. დღეს სააპელაციო სასამართლოში უკვე მეორედ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი კვლავ პატარა 24 კაციან დარბაზში ჩაატარეს და არა უფრო დიდში, თუმცა მოსამართლე მარგველაშვილმა დარბაზში სხდომის ჩატარების პირობა 11 ნოემბრის სხდომაზე დადო. დღეს კვლავ დაიკეტა სააპელაციო სასამართლოს ეზოს ჭიშკარი მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე მოსული მოქალაქეებისათვის. ქართული ოცნება, ანუ ძალაუფლების მქონე მიმტაცებელი ჯგუფი ცდილობს, რომ უფრო მეტად რეპრესიული გახადოს გარემო. იცით ეს კანონებსაც რომ იღებენ, სულ ამბობ ხოლმე კანონი არის რა, რომ კანონით ხრეტდნენ ადამიანებს, ხო? თავარია რამდენად სამართლიანია ის კანონი, რომელსაც იღებ და რომლითაც მე მოქმედებ და ადამიანებს უქმნი, რა ვიცი, აი მარწუხებს უჭერ. არ უტოვებ სივრცეს იმისთვის, რომ საკუთარი, რა ვიცი, აზრი დააფიქსიროს, საკუთარი განწყობა გამოხატოს. ეს ხო საფრთხე არაა, ჩვენ ხო არა ვართ საფრთხე ახლა, ხო? ამათთვის არანაირ საფრთხეს არ წარმოვიდგენთ. თვითონ ჩვენზე უკეთესად იციან, რომ ჩვენ საფრთხე არა ვართ, მაგრამ ქმნიან ამას, მიხვდი, ასეთ სიტუაციასაც გარემოს ქმნიან, რომ თვითონ ჩვენ ვართ საფრთხის შემცველი რაღაცა საზოგადოება, რომელიც რაღაცა იქ, რა ვიცი, რას ვიზამთ, აი, ვერც კი ხვდები რა შეიძლება რომ ჩვენი იქნათ თუ შეგვიშვებენ. იმიტომ რომ ეს უნდა იყოს რაც შეიძლება მკაცრი და რაც შეიძლება მეტად მარწუხებში მოქცეულ, იმიტომ რომ მზია ამაღლობელია იქ პატიმარი. როგორი აბსურდულია, ხო, როგორი ოქსიმორონია ამასაც რო ვამბობთ, ხო, მაგრამ რომ მზია ამაღლობელი არის პატიმარი. და ამ დროს ვიღაცა კრიმინალები ქუჩაში თავისუფლად გადაადგილდებიან და პოლიცია იცავს აგერ ადამიანს, რომელსაც არასდროს არაფერი არ დაუშავებია. და ამ დროს გაივსო ქუჩა და რა ვიცი ქალაქები კრიმინალებით, მაგრამ არავინ არ არის პასუხისმომკითხავი. პირიქით, როცა რაღაცა ხდება, ხელგადახვეული გაყავთ ხოლმე და განარიდებენ სიტუაციას და უშვებენ მერე და იმ ვერაფერს ვერ თხოვენ პასუხს და ეს არის სწორედ დამოკიდებულება. თქვენ გაქვთ განსხვავებული აზრი? ოკეი, თუ გაქვთ განსხვავებული აზრი, შეეგუეთ, რომ იქნებით მუდმივად ამ რეჟიმში. ან შეეგუეთ, ან კლავს. თავისუფალ აზრს და მედიას კლავს ამით. ოღონდ მე მინდა გავახსენო ყველას, აი თქვენს მაყურებელსაც უთხრა, რომ 70 წელი მართავდნენ ბოლშევიკები, კომუნისტები ამხელა საბჭოთა კავშირს. მაშინ არ იყო ასეთი შესაძლებლობები ალტერნატიული ინფორმაციის მისაღები, ხო? და ადამიანები იხარშებოდნენ ერთ ქვაბში. მართლა არ ქონდათ, ხო, რაღაცა ეს თავისუფალი სუნთქვის შესაძლებლობა არ ქონდათ. ისიც კი 70 წლიანი გამობრძმედილი რეჟიმი ჩამოემხოთ და ეს აუცილებლად გარდაუვალი პროცესია, იმიტომ რომ უკუ პროცესი არ იქნება, ჩვენ უკან საბჭოთა კავშირში არ წავალთ, გამორიცხულია. მით უმეტეს ახალი თაობა მოდის. აი ახლა პოლიციელები როდგანან თვითონაც ახალგაზრდები არიან, ყველას ყავს შვილი. და აბა კითხოთ ახლა მათ შვილებს სად უნდა ყოფნა, რუსეთში უნდა ყოფნა და საბჭოთა კავშირში უნდა ყოფნა თუ თავისუფალ დემოკრატიულ სამყაროში, რომელში ყოფნასაც ჩვენ ვიმსახურებთ ოდითგანვე, იმიტომ რომ ეს იყო ჩვენი არჩევანი. და ისინი ამას აკეთებენ, სწორედ ჩაახშონ მედია, ჩვენ რაზეც ვწერდით და რაზეც ფილმებს ვაკეთებდით და რასაც ვიკვლევდით, ხო, კორუფციაზე ვსაუბრობდით, ის გამო დაიწყეს ჩვენი გაშავება, ხო? იმიტომ რომ ამას ვასაჯაროებდით და გარეთ გამოგქონდა. დღეს თვითონ იმ ადამიანებს აპატიმრებენ და იმ ადამიანებს თხოვენ პასუხს, რომლებზეც ჩვენ ვწერდით თავის დროზე და რომლებზეც ჩვენ ამას აი საზოგადოებას ვაცნობდით ამ ამბებს. მაგრამ ეხა ეს აკეთებენ ამას რაღაცა საჩვენებელი გამოსვლასავით, თითქოს კორუფციას ებრძვიან, სინამდვილეში შიგნით ვერ გადაინაცვლეს რაღაცები და ეხა ვიღაცამ რომ მეტი ფული და ძალაუფლება და შესაძლებლობები მოიხვეჭა, ხო? და გაუტოლდა იმ ერთ ადამიანს, იმ ერთ ოლიგარქს, ეხა ის საფრთხეს შემცველია, ხო, იმისთვის. ამიტომ იმას ჩამართვებს, ხო, ასე უყურებს ოლიგარქი ყველას. ადამიანებიც და მათ რაც აშროვნია, ის ქონებაც ოლიგარქის არის, ხო? ასე უყურებს, ის მესაკუთრეა. ხო და ეხა დღეს შეცვლის რა როლებს გადაანაცვლებს და კორუფცია გაძარცვეს, ბიუჯეტი ადამიანები დაამშიეს, გააღარიბებს, ეგეთ ადამიანებს გირაოს უფარდებენ. და მზია ამაღლობელს უშვებენ და კიდევ 7 წლიან პატიმრობას ითხოვს პროკურატურა, იმის არ ყოფნის 2 წელი რომ მიუსაჯეს. ანუ ამ უსამართლობაში დიდხანს ვერ გაჩერდება ქვეყანა. იმიტომ რომ ეს უსამართლობა არის ბოთლიდან გამოშვებული ჯინი. აი მას ვერაფრით უკან ვერ შეაბრუნებ და ყველას აი მეტასტაზივით ყველას შეეხება. ყველას კარზე დააკაკუნებს უსამართლობა. მე ვიცი პოლიციელების კარზეც დააკაკუნებს ეს უსამართლობა და იმ სასამართლოთი
არის სიტყვიერად გამოსახული, მე რაღაცა მატერიალური გამოსახვაც შემოეპარებათ ხოლმე და ეს ძალიან კარგად გამოსახავს იმას, რომ სამართალი აქ მისაკუთრებული ქართულ ოცნებას დღეს ამ ქვეყანაში თავის გემოზე, თავის ნებაზე, თავის შეხედულებით ატრიალებს და ასე გაგრძელდება, სანამ ქართული ოცნება იქნება ამ მიტაცებულ ხელისუფლებაში. ეს საჭიროება ამისი, რაც დღეს ხდება, არსებითად საერთოდ არ არსებობს, იმიტომ რომ აქ იყო ადამიანები შეკრებილი, რომელი ადამიანებიც მოსული არიან კონკრეტული მიზნით, კონკრეტულ პროცესზე დასასწრებად, არა რაიმე სხვა სახის აქტივობისთვის. შესაბამისად, არანაირი საფრთხე, რაიმე საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ან რაიმე დესტრუქციული ქმედების აქ რეალურად არ არსებობდა. მაგრამ ამ ადამიანების მიმართ იმის მიმართ, რომ ამ ადამიანებზე მათ გარკვეული, ასე რომ ვთქვათ, ზემოქმედების ბერკეტები თითქოს დააქვთ და ასევე ესეთი უპატივცემლო დამოკიდებულების აფიშირებისთვის ჭიშკარი დაკეტეს სასამართლოს და დაკეტილი სასამართლო ასეთი გამოთქმა რომ დამწვარი სასამართლო იმას უტოლდება ჩემი აზრით. სასამართლო არის ხალხისთვის და სასამართლო არის ხელისუფლების ის შტო, რომელიც ერთ-ერთი მთავარი გარანტი უნდა იყოს თითოეული ჩვენთაგანის კანონიერი ინტერესის დასაცავად. დღეს ჩვენ მივიღეთ სიტუაცია, რომ არ გვაქვს არანაირი შესაძლებლობა გქონდეს კანონიერი ინტერესი ამ ქვეყანაში და ყოველთვის როცა ეს დაგჭირდება, ჩვენ დაგხვდება დაკეტილი სასამართლოს გარეთ. სასამართლოს სხდომაზე მზია ამაღლობელის ადვოკატმა მაიამ წარიაშვილმა განაცხადა, რომ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა, ტელეფონში deep state-ი არ აღმოჩნდა. დღეს წარმოადგინეს საექსპერტო დასკვნა, სადაც წერია, რომ მზია ამაღლობელის ტელეფონში deep state-ი ვერ იპოვეს. კრება დარჩა მხიარული, მაგრამ ხომ ისაუბრეს ამდენი ხანი, ხომ დააბრალეს ყველაფერი, ხან აგენტობა, ხან ინსტრუქციით მოქმედება, სხვადასხვა არაერთი მაიმუნობა, ხომ დააბრალეს და დღეს მოიტანეს საექსპერტო დასკვნა, სადაც წერია, რომ ბოდიში არაფერი არ არის ამ ტელეფონშიო, მოკლედ ეს იყო ნიშნი ამ სასამართლოსი და საერთოდ ქართული მართლმსაჯულების მოსამართლეები ეცადნენ რაღაცა ადამიანური სხივი ეჩვენებინათ წინა პროცესზე. და მაშინვე უთხრეს არც გაბედოთ. და ეხლა წარმოიდგინეთ უფრო მნიშვნელოვან საკითხებზე რა დღეშია სასამართლო. სასამართლოს ქართულ მართლმსაჯულებას ეშინია სინათლის სხივის, ეშინია ღიაობის, ეშინია მოქალაქეების, ადამიანების თვალის, ყურის, საღიაზრის, სინდისის, ნამუსის, ყველაფრის ეშინიათ და მაქსიმალურად ხურავენ ამ პროცესებს. არ გამიკვირდება მე ერთպես ადვოკატებიც რო არ შეგვიშვანი. მოკლედ გეტყვით, რომ სახელმწიფო ბრალდება ასაჩივრებს ისევ და ითხოვს გადაკვალიფიცირებას თავდასხმის მუხტზე შესაბამისად როგორც ბრალის დამძიმებას, ასე სასჯელის დამძიმებას. რასაკვირველია ყურადღებით ვუსმენდი ამ ხელგზაზე, იმიტომ ჩამოვედი, ამიტომ შემდეგ პროცესზე არ მინდა დავღალო არც დარბაზი, არც სასამართლო, მაგრამ მოუწევთ დაცვის ვრცელი სიტყვის მოსმენა ყველაფერზე, რასაც დღეს ისაუბრა ბრალდებამ, ამიტომ დაელოდეთ დაცვის პასუხს და ჩვენ ყველაფერზე ვუყურებთ. დღეს 14 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში პროკურორებმა საბოლოო სიტყვა თქვეს. პროკურატურა მზია ამაღლობელისათვის ისევ სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სასჯელს ითხოვს, რაც 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს. მზია ამაღლობელის მორიგი სავარაუდოდ ბოლო სხდომა სააპელაციო სასამართლოში 18 ნოემბერს გაიმართება. დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ ადვოკატები. დაცვის მხარე ბათუმის საქალაქო სასამართლოს განაჩენის გაუქმებას ითხოვს 2 წლიანი პატიმრობის შესახებ და მზია ამაღლობელის გათავისუფლებას. ყოფილი პრემიერ-მინისტრის სისხლის სამართლის 2 საქმეზეა ბრალდებული გიორგი გახარიას გუშინ 13 ნოემბერს სისხლის სამართლის მეორე საქმეზეც პატიმრობა შეეფარდა. პროცესი საქალაქო სასამართლოში გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. ისევე როგორც ჩორჩანას ეპიზოდზე 20 ივნისის საქმეზეც მოსამართლემ ყოფილ პრემიერ-მინისტრის მიმართ აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი ფორმა გამოიყენა. სასამართლო პროცესი რამდენიმე საათის შუალედით გაიმართა. პატიმრობა შეფარდებულია დაუსწრებლად, რადგან გიორგი გახარია საქართველოში არ იმყოფება.
ორივე საქმეზე ყოფილ პრემიერს პროკურატურამ ბრალი 2 დღის წინ წარუდგინა. გიორგი გახარიას ადვოკატის ბერდია სიჭინავას განცხადებით, პროკურატურა არის ინსტრუმენტი, რომლის საშუალებითაც ბიძინა ივანიშვილი ყოფილ პრემიერ-მინისტრზე შურისძიებას ცდილობს. გიორგი გახარიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2 მუხლით წარედგინა, რაც 13 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. სრული სამართლებრივი სიგიჟეა, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში ვადევნებთ თავს სამართლებრივადაც აბსურდია და სიგიჟეც არის. თქვენ ნახეთ, რომ არანაირი არგუმენტი პროკურატურას, მათ შორის ფაქტობრივი საფუძვლები აკვეთის ღონისძიების გამოყენების არ არსებობდა, იმიტომ რომ დანაშაული არ არის ჩადენილი. საერთოდ სიგიჟეა, მათ შორის ჩორჩანას საქმეზე სამსახურო უფლებამოსილების გადამეტებით ქართული მიწის დაცვისთვის ბრალდება გიორგი გახარიასი და 20 ივნისს თითქოს ორგანიზება გაუწია ადამიანების ჯანმრთელობის განზრახ-მძიმე დაზიანებას, ოღონდ ამ დანაშაულის ამსრულებელი დადგენილი არ აქვთ. მათ შორის ბრალის დადგენილებაში უწერიათ, რომ გიორგი გახარიას ფაქტობრივად არ გაუწია რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება, მაგრამ ადამიანებმა რეზინის ტყვიების გამოყენების შედეგად მიიღეს მძიმე დაზიანება და ამის ორგანიზება გააკეთა თურმე გიორგი გახარიამ. რა თქმა უნდა, ეს იყო თავიდან ბოლომდე შეთითხნილი საქმე. ყველა საერთო ძეგლზე, როგორიც აყინწვისი, გელათი, ცაიში, შემოქმედი ფაქტობრივად ფრესკები ცვივა. ამის შესახებ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა თიაონიანმა კულტურის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. უზარმაზარი პრობლემებია ძეგლის მხატვრობასთან მიმართებაში. ყველა საეტაპო ძეგლზე, როგორიც არის რა გითხრათ, ყინწვისი, გელათი, ცაიში, შემოქმედი ფაქტობრივად ფრესკები ცვივა. ჩვენ ვცდილობთ, რომ ამ ტაძრებზე პირველ ყოვლისა დავგეგმოთ ის სამუშაოები, რაც ფრესკებს უქმნის საფრთხეს და რის გამო ეს გამოწვეული ხომ ან სახურავიდან ჩადის წყალი, ან კაპილარული აწობის შედეგად მიწიდან ხდება აი ამ ტაძრების დანესტიანება. ანუ პირველ ყოვლისა უნდა აღმოვუხრათ ეს პრობლემები, რაც ფრესკებს უქმნის საფრთხეს და შემდეგ უკვე დავიწყოთ ფრესკების გადარჩენითი საკონსერვაციო სამუშაოები. თუმცა აქაც ვაწყდებით უზარმაზარ პრობლემას, იმიტომ რომ ფრესკები საჭიროებს მულტიდისციპლინურ კვლევებს. გელათის მაგალითმა ნათლად გვაჩვენა თუ რამდენი სპეციალისტი უნდა იყოს ჩართული და რა პროფესიის სპეციალისტები, რომ ზუსტად დავსვათ დიაგნოზი რა ჭირს კედლის მხატვრობას. ჩვენ არ გვაქვს ლაბორატორია ქვეყანაში, რომელიც ზუსტი დიაგნოზის დასმის შესაძლებლობას მოგცემს. ანუ უნდა გავგზავნოთ სინჯები უცხოურ ლაბორატორიებში, იმათმა გვითხრან დასვან დიაგნოზი, მაგრამ მეორეა როგორ ვუმკურნალოთ შემდეგ. და რადგან ჩვენ გვაქვს ძალიან ისეთი არ ვაკნინებ ქართულ კედლის მხატვრობის კონსერვატორებს და მათ ძალიან დიდ მადლობას ვუხდი გაწეული საქმიანობისთვის, მაგრამ უყურეთ გვაჩვენა ჩატარებულმა სარეაბილიტაციო სამუშაოებმა, რომ სვეტი ცხოველში ფრესკები თეთრდება, ყინწვისში ვარდისფერი აქვს. ფაქტია, რომ რაღაც ისე ვერ გაკეთდა, როგორც უნდა გაკეთებულიყო. ამიტომ რომ არ გავაფუჭოთ ის, რაც გვაქვს, აუცილებელია, რომ ხანგრძლივი მხოლოდ და მხოლოდ დეტალური კვლევების საფუძველზე დავიწყოთ ესეთი ძეგლების რეაბილიტაცია. ამისათვის ჩვენ ვგეგმავთ და უკვე დავალებული აქვს შესაბამის ჯგუფს, მოვიძიეთ ინსტიტუციები, რომლებსაც გააჩნიათ სათანადო ლაბორატორიები, ყავთ დარგისში ცნობილი სპეციალისტები, რომლებიც რეკომენდირებულია იუნესკოს მრჩეველი, რომლებიც თანამშრომლობენ იუნესკოს მრჩეველ ორგანიზაციებთან და ვგეგმავთ აი ასეთი ტიპის ინსტიტუციებთან თანამშრომლობის დაწყებას, რომ მათ გამოგვიგზავნონ, მოავლინონ სპეციალისტები, რომლებიც პირველ ყოვლისა აიღებენ სინჯებს, ლაბორატორიულ ანალიზებს, გამოიკვლევენ, დასვამენ ზუსტ დიაგნოზს, ანუ რა ჭირს, რის გამო ხდება, რის გამოა დაზიანებული ესა თუ ის ფრესკა და შემდგომში უკვე მოგცემენ რეცეპტს, თუ როგორ უნდა ვუმკურნალოთ ამა თუ იმ სოკოს სახეობას, ამა თუ იმ მარილს და ასე შემდეგ. და
ასევე ჩვენ გვინდა რომ ეს თანამშრომლობა იყოს იმდაგვარი რომ როცა უკვე დაიწყება აი ამ უკვე მზა რეცეპტის საფუძველზე რეაბილიტაცია აი ამ პროცესში აუცილებლად კონსერვაციის პროცესში ჩართული იყვნენ ქართველი სპეციალისტები. თეა ონიანმა ასევე ისაუბრა გელათში ამ ეტაპზე არსებულ მდგომარეობასა და მიმდინარე პროცესებზე. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის თქმით, როდის დასრულდება ტაძრის რესტავრაციის სამუშაოები, რთულია სათქმელად. რადგან გელათის მოზაიკის თაობაზე გაინტერესებთ უფრო დეტალურად შევეხები, ანუ ჯერ ვართ პრევენციული კონსერვაციის ეტაპზე და სრული კონსერვაციისთვის საჭიროა რომ ის მომზადებული დოკუმენტაცია, რომელიც განსაზღვრავს სრული კონსერვაციის მეთოდოლოგიას და ჩასატარებელ სამუშაოებს, აი ეს სამუშაოები დაიწყება მხოლოდ იუნესკოს-თან შეთანხმების შემდეგ. ანუ პროცესი მუდმივად მიმდინარეობს, არ ჩერდება და აბსოლუტურად დარწმუნებული ვართ და სრულ გარანტიას ვიძლევით, რომ გელათის მოზაიკა შეინარჩუნებს თავის სახეს და უკეთესად კონსერვირებული, რესტავრირებული იქნება სრულ რამდენიმე წელში. სრულად როდის დასრულდება გელათის კვლევითი და საკონსერვაციო სამუშაოები არის ძალიან რთული სათქმელი, იმიტომ რომ კვლევის პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება. ეხლა დაიწყო გადახურვის კვლევა, რაც არის ყველაზე ისეთი მნიშვნელოვანი ამ ტაძრისთვის, იმისათვის რომ ტაძარი მოექცეს გადახურვაში და მოიხსნას ეს დროებითი გადახურვის კონსტრუქცია. ეს იქნება სავარაუდოდ გრძელვადიანი სამუშაოები და რა გითხრათ ზუსტი თქვა იმისა, როდის დასრულდება გელათის რესტავრაცია არის ძალიან რთული საკითხი. პარლამენტის ყოფილ შენობაში საკპატენტის სასწავლო ცენტრი განთავსდება. ამის შესახებ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის საკპატენტის თავმჯდომარე მსოსო გიორგაძემ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ხდომაზე ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, ინფრასტრუქტურის განახლების მიზნით პარლამენტის ყოფილ შენობაში სარემონტო სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. საკპატენტი აქტიურად მუშაობს და მიმდინარეობს უკვე სარემონტო სამუშაოები ქუთაისში, ყოფილი პარლამენტის შენობაში, სადაც განთავსდება ახალი საკპატენტის სასწავლო ცენტრი, სრულიად განახლებული ინფრასტრუქტურით, რომელიც ერთი მხრივ მოემსახურება ბუნებრივია გამოცდებს, ასევე მოემსახურება განგრძობით განათლებას და გარდა ამისა, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციასთან ერთად, რომელიც თავის მხრივ გაეროს ერთ-ერთი ორგანიზაციაა, გაეროს 14 ორგანიზაციიდან ერთ-ერთია, ჩვენ რამდენიმე პროექტს ვახორციელებთ ერთად, რაც გულისხმობს, რომ საერთაშორისო დონის ტრენინგები და სემინარები ჩატარდება საქართველოში, ნაწილი უკვე მათ შორის ტარდება სხვადასხვა ფორმატში. რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების ობიექტების მშენებლობისათვის ტერიტორიების შერჩევის საკითხზე ქუთაისში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის დანერგვის მიზნით ქვეყანაში არსებული ნაგავსაყრელების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტებით და ნარჩენების გადამტვირთვი სადგურების ქსელით უნდა ჩანაცვლდეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ არსებული ნაგავსაყრელების მდგომარეობა მრავალჯერადი რეაბილიტაციის მიუხედავად საერთაშორისო სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. ზოგიერთ შემთხვევაში კი დასახლებულ ზონებთან ნაგავსაყრელების სიახლოვე მოსახლეობისთვის დისკომფორტის შემქმნელია. ჩვენი მიზანი არის მოსახლეობას შევუქმნათ ეკოლოგიურად სუფთა ჯანსაღი გარემო. ამ მიმართულებით გვაქვს კომპლექსური სისტემა და მუშაობთ. ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა არის მყარი ნარჩენების მართვა ქვეყანაში. დღეს ამეზით მივყოფავდეთ იმერეთის რეგიონში, სადაც საკმაოდ რთული სიტუაციაა და მუნიციპალიტეტების მერებთან, რეგიონის ხელმძღვანელთან, პარლამენტარებთან ერთად მუშაობთ, რომ მივიღოთ გადაწყვეტილება, მოიძიოს ადგილი, სადაც შეიძლება მოეწყოს ნარჩენების განთავსების ობიექტი. და მე ვფიქრობ, ასეთი ინტენსიური მუშაობით, ყველა ჩართულებით, მოსახლეობასთან შეთანხმებით, საბოლოოდ მივიღოთ პოზიტიური გადაწყვეტილება ამის. რეგიონალური განვითარების სამინისტრო აქტიურად იქნება ჩართული სხვა სამინისტროებთან მუშაობის პროცესში, რათა მუნიციპალიტეტების სახელმწიფო რწმუნებულის შესაბამისი სამსახურების ჩართულობით მოხდეს ლოკაციების, რაც შეიძლება დროულად შერჩევა
სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის დამუშავება მოსახლეობამდე ამის დროულად მიტანა და დროით გასწვალისწინებულ ვადებში მოხდეს კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება, რათა ხელი შეუწყოს რეგიონულმა განვითარების სამინისტრომ ჩვენი პარტნიორი სამინისტროების მიერ დაგეგმილი გეგმის შემუშავებას. იმერეთში ახალი ნაგავსაყრელის მოწყობისათვის რამდენჯერმე შეირჩა ადგილი, თუმცა კომპანიის გადაწყვეტილებას მოსახლეობის პროტესტი, წინააღმდეგობა და აქციები მოჰყვა. ადგილობრივები შიშობენ, რომ ახალი ნაგავსაყრელი ეკოლოგიურ პრობლემებს შეუქმნის გარემოს და საფრთხეს მათ ჯანმრთელობას. ატრიკეთში ყველგან და აქანე უნდა შეიყაროს ნაგავი და ენაგავი არ გავა იქინე იწყალი? ხო გავა? წყალი იქ და აქ იქნება ნაგავსაყრელი, მაგას. ახანე ნაგავსაყრელი, წამოდ ნახეთ იქინ წყალი? არა, მინახე, ნახე. ხვარა ამოჭი, ჯერ ორმო. წყალია, ძმა ვახანე, წყალი ახლა ამ სიმაღლეზე ყველგანა აქანა. ეგერ ჩვენი წყალი სადენია. გესმი ეწოდება და გეგუთი, პატრიკეთი, ამ ზონაზე მიდის ახლა გაწყლიანება. და აქედან იქანა არ შევა წყალი? ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ აი სპეციალური სერვისების ავტოპარკისათვის ახალი ტექნიკა შეიძინა. ნარჩენების მართვის ტექნოლოგიების და მყარი ნარჩენების გატანის გაუმჯობესების მიზნით სპეცსერვისებს ამ ეტაპზე უახლესი მოდელის 12 კუბიანი 6 ნაგავშემკრები ავტომობილი, 3 თვითმცლელი ავტომობილი და 22 მეტრიანი ამწე კალათა გადაეცა. წლის ბოლომდე კიდევ 6 ერთეული ტექნიკა გადაეცემა სპეცსერვისებს, მათ შორის თოვლის საწმენდი მანქანაც. ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. ნარკოდანაშაულის ბრალდებით 50 პირი დააკავეს, რომელთა უმრავლესობა ნარკორეალიზატორია. ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები. საპოლიციო ღონისძიება ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, კახეთის, აჭარის, იმერეთის, სამეგრელოს, ზემო სვანეთის, გურიისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩაატარეს. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. მათ ბრალი ედებათ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა შენახვის რეალიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე. ბრალდებულების მიერ ჩადენილი დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების, კერძოდ აუდიო და ვიდეო ჩაწერის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებით დასტურდება, რომ დაკავებულ პირთა უმრავლესობა ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციას სხვადასხვა მეთოდით ახდენდა. სამართალდამცველების მიერ სარეალიზაციოდ გამზადებული სხვადასხვა სახის ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ასევე ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთკიცებად არის ამოღებული. პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასვებისათვის საჭირო მასალები, ბრალდებულების მიერ უკანონო გაყიდული ნარკოტიკი და სავარაუდოდ ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260, 260 ტერცია, 260 კვარტა და 271 მუხლებით მიმდინარეობს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ყოველდღიურად 24 საათიან რეჟიმში აგრძელებენ ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას. კანონის სრული სიმკაცრით დაიჯება ყველა ის პირი, ვინც საფრთხის ქვეშ დააყენებს ჩვენი მოქალაქეების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.